რომ გაეგო რომ ლაბორატორიაში თუ დაიშალა თქვათ კაჟი ძალიან დიდი რაოდენობით წყალი გამოვა. ანდა ის რომ რასაც დღევანდელი ასტრონომები ამბობენ, რაც უფრო შორი წიაღიდან მოდის ჩვენი პლანეტისაკენ რაღაც მეტეორიტი, მით უფრო მეტია წყალი მასში. ესე იგი რაღაც აზრი ქონდა თალეს ამის მსგავსით, მაგრამ სამწუხაროდ მისი შრომა არისტოტელემაც არ იცოდა, აი ის რაც მე გითხარით, ამას ამბობს. ალბათ ამიტომ ამბობდა თალესი. ყველა მიცოდა რომ თალესი მოითხოვდა ყველაფრის დასაბუთებას. აქედან იწყება ფილოსოფია, ანუ რა დასაბუთებული მსოფლმხედველობა. მსოფლმხედველობა, რომლის დასაბუთება უნდათ, მაგრამ თუ დავაზუსტებთ, იწყება დასაბუთებული მსოფლმხედველობის აგების ცდა. იმიტომ რომ დასაბუთებული მსოფლმხედველობა ჯერ არავის არ აუგია, არის სხვადასხვა დონის დასაბუთებები. თალეს ერთი ქონდა, არისტოტელეს მეორე, პლატონს მესამე, კანტს, შემდეგ ჰეგელს და ასე შემდეგ. ესე იგი ფილოსოფია არის დასაბუთებული მსოფლმხედველობის აგების ცდა. და ეს მუდამ ასე იქნება, იმიტომ რომ სამყარო არის ექსტენსიურად, ასე ვთქვათ, სიფართეში და ინტენსიურად სიღრმეშიც უსასრულო. ესე იგი ყველა უმცირესი ნაწილაკიც კი უსასრულოა და მისი შესწავლა მიმდინარეობს იმ თვალსაზრისით, რომ რა მეცნიერული ცოდნაც არის დაგროვილი, მას რაღაცა მიუმატონ. აი ეს შესავლის სახით